მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ საუბრობთ რელიგიაზე, მე ლევან სუთიძე ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ავთანდილ გურული. დიდი მადლობა ბატონო ავთანდილ მობრძანებისთვის, ჩვენთვის ეს არის პატივი. ამ გადაცემის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ ნორმალურ ადამიანებს გავაგებინოთ, რომ ისინი მარტოები არ არიან. დღეს ჩვენ ბუნებრივია ვისაუბრებთ ბიბლიაზე, მის ანატომიაზე, ასე ვთქვათ, მის თარგმნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ზოგადად რა არის ბიბლია, რა არის ეს წიგნები, რისგან შედგება და რა გვაქვს ამ თვალსაზრისით ქართულ ენაზე. მაგრამ პირველ რიგში მსურს დავიწყო კითხვით, რა საქმიანობს ბიბლიური საზოგადოებები, რა საქმიანობენ მთელ მსოფლიოში, რამდენი ხნის ისტორია აქვთ და რა გააკეთეს მათ საქართველოში? დიდი მადლობა ინტერესისათვის ჩვენი საქმიანობის მიმართ. ძალიან დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციას წარმოვადგენ, რომელიც დაარსებულია 1804 წელს დიდ ბრიტანეთში და ცნობილია მსოფლიოში დიდი ბრიტანეთის და გაერთიანებული სხვა ქვეყნების ბიბლიური საზოგადოების სახელით. ამ საზოგადოებამ თავისი დაარსებიდან დაახლოებით 9 საუკუნის შემდეგ რუსეთის იმპერიის გარკვეულ ნაწილებში დაიწყო თავისი საქმიანობა, აგრეთვე და თბილისში ჩამოაყალიბა მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე ბიბლიური დეპო, რომელსაც ერთ თავის ძალიან საინტერესო გამოსვლაში იხსენებს იაკობ გოგებაშვილი. ეს გამოსვლა შედგა 1894 წელს ქართლ-კახეთის სამღვდელოების ყრილობაზე. იაკობ გოგებაშვილი ამბობს, რომ ამ მაღაზიაში თუ იკითხავთ ბიბლიას მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე, პრაქტიკულად შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი გამოცემა ჩამწკრივებული ლამაზ რიგებად ტაროებზე. თუ მაგალითად დააპირებთ იყიდოთ სომხური ბიბლია, შეგეკითხებიან რომელი სომხურით ინებებთ, დასავლურით თუ აღმოსავლური სომხურით, მხოლოდ ერთი ქვეყნის ენაზე არ არის ამ მაღაზიაში ბიბლია იმისა, რომლის დედაქალაქშიც ეს მაღაზია განლაგებული. ის ამბობს, რომ არ ჩაითვლება 10 წლის წინათ გამოცემული ქართული ბიბლია, რომელიც იმდენად დიდია თავისი ზომებით, რომ მხოლოდ ურმით სატარებლად თუ გამოდგება, დაბეჭდილია უხარისხო ქაღალდზე და ენა, რომლითაც თარგმნიდან თარგმნელები, არათუ მაშინდელი ადამიანებისათვის, არათუ დღევანდელისათვის, მაშინდელისათვისაც კი ძნელი გასაგები იქნებოდა, როცა ისინი ამ თარგმნას ასრულებდნენ. ალაგ-ალაგ ტექსტი გამოტოვებულია და ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ის ტექსტი, რომელიც გასაგები იქნება ბევრი ადამიანისათვის ამ ქვეყანაში. ის ლაპარაკობს იმაზე, რომ საჭიროა გაკეთდეს ახალი თარგმანი გასაგები ენით, დაიბეჭდოს ვენის მშვენიერი კორპუსით და ფასი დაედოს ძალიან მცირე, რომ შესაძლებელი გახდეს მისი ყიდვა ჩვენი ღარიბი ხალხისათვის. და ეს გაკეთდა. მე ვფიქრობ, რომ აი ამ იაკობ გოგებაშვილის სურვილს გამოეხმაურა ბიბლიური საზოგადოების ახალი აქტივობა 1996 წელს დაარსებული ჩვენი წარმომადგენლობა, რომელიც პირველი დღიდანვე შეუდგა ბიბლიის ახალი თარგმანის მომზადებას. პირველი თარგმანი გამოიცა ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტთან ერთად, რომელიც სტოკჰოლმში მდებარეობდა და საკმაოდ ცნობილი იყო თავისი გამოცემებით, ახალი აღთქმის რამდენიმე ასეული 1000 გამოცემით, რომელიც მანამდე გავრცელდა საქართველოში. და ჩვენი ერთობლივი გამოცემა 2001 წელს დაიბეჭდა დაახლოებით 30000 და მაშინდელი მოთხოვნილება თანამედროვე ქართულ ბიბლიაზე პრაქტიკულად სრულად დაკმაყოფილდა. ეს კათოლიკოს პატრიარქს რა კავშირი ჰქონდა და მართლმადიდებელ ეკლესიას ამ ყველაფერთან? თუ მიიღო ეკლესიამ ეს თარგმანი თუ აღიარა? ეს თარგმანი, როცა
ის გასაბეჭდად მომზადებული იყო მივართვით საპატრიარქოში კათოლიკოს პატრიარქისათვის გადასაცემად რამდენიმე თვის მოლოდინის შემდეგ როცა არავითარი პასუხი არ ჩანდა ჩვენ გავბედეთ და შევახსენეთ ამის თაობაზე მაშინდელ პატრიარქის მდივანს და მოგვიანებით მივიღეთ წინასიტყვაობა რომელიც შეიცავდა ასეთ აზრს რომ ეს თარგმანი შესრულებულია საპატრიარქოს მონაწილეობის გარეშე და შესაბამისად დაზღვეული ვერ იქნება შეცდომებისაგან. რაც სრული სიმართლეა, დაზღვეული შეცდომებისაგან ვერც ერთი თარგმანი ვერ იქნება, თუნდაც 1999 წლის გამოცემა დიდი ბიბლია საპატრიარქოს მიერ გამოცემული. მაშინ ეს თარგმანი ვინ შეასრულა? ეს თარგმანი ამ ტექსტს აქვს ძალიან დიდი ისტორია. დაიწყო ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მოწადინებით მე-20 საუკუნის 60-იან წლებში საქართველოსდან ისრაელში გადასახლებული ებრაელების მეშვეობით მოგვიანებით წლების განმავლობაში იყო მცდელობა ამ ტექსტების რედაქტირებისა ინგლისში, იქ მცხოვრები ქართველების მიერ და 90-იანი წლების შუაგულისათვის, როცა ამ შედეგმა ამ ნამუშევრის საჩვენამდე მოაღწია, ეს არ შეიძლებოდა თქმულიყო, რომ ეს რაღაცნაირად არის ბიბლიის თარგმანი, ეს იყო პირველი მცდელობა თარგმანის გაკეთების შავი ნაწერი ერთგვარი, რომელიც 5 წლის განმავლობაში მუშავდებოდა და 2001 წელს მიიღო რაღაცნაირად დასრულებული სახე. ანუ მე რისი კითხვა მსურს ხო? ანუ არსებობს საქართველოს საპატრიარქოს, ასე ვთქვათ, ნებართვით აი ეს წიგნები ხო, რომლებსაც კათოლიკოს პატრიარქი არ იგებდა. მე ვიცი რომ ის თარგმანი შესრულებულია ვთქვათ ბატონ მალხაზან ღულაშვილისა და ზურაბ იკნაძის მეშვეობით ხო, ერთობლივად ხო? აი ეს აქ რა კავშირშია ბიბლიური საზოგადოება? შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ ბიბლიის ჩვენი გამოცემების ახალი აღთქმის ნაწილი არის კარგად რედაქტირებული იგივე ტექსტი, რომელიც კიდევ ერთხელ და კიდევ რამდენჯერმე შეჯერდა ბერძნულ ტექსტთან და დაიხვეცა იმდენად, რამდენადაც ის იყო ჩვენი შესაძლებლობები მაშინ იყო. ეს ამ წიგნზეა საუბარი? ამ წიგნის წინა გამოცემა, ტექსტის წინა რედაქტირებულია ხელახ. ამ წიგნზე ცოტა დამატებით მინდა ვილაპარაკო, რომ მაშინდელ რაც პირველი გამოცემიდან 2001 წლები გავიდა და სხვა გამოცემებში არაერთხელ იქნა გამოყენებული ეს ტექსტი, გზადაგზა ვამჩნევდით, რომ მიუხედავად დიდი მონდომებისა, მიუხედავად გასაოცარი ადამიანების მონაწილეობისა მის ტექსტის მომზადებაში, გასაოცარი მეცნიერებისა, ბიბლიისტებისა, მაინც ბევრ ნაკლს შეიცავდა და ბევრი ადგილი იყო დაუხვეწელი გაუმართავი და ზოგჯერ ლაფსუსებიც, ისეთი ლაფსუსებიც კი ტექსტუალურული ხასიათის და რა ძალიან დიდი პრობლემა არა ნებისმიერი ლაფსუსი, ნებისმიერი შეცდომა, იმიტომ რომ საქმე ეხება წიგნს, რომელსაც ერთ ასოთზეც დავობდნენ. აი ამას გვერდს ვერ აუვლით, სანამ ადამიანები აკეთებენ და არა ღვთიური არსებები. მის გამოცემებს ამ პერიოდის განმავლობაში 2001 წლიდან შემდეგ შეიქმნა უამრავი დამატებითი დამხმარე სახელმძღვანელო მთარგმნელებისათვის და შეიქმნა შესანიშნავი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს ტექნიკურ შეცდომებს ტექსტში. რადგანაც იძლევა ბევრი პარამეტრის შემოწმების საშუალებას და ესეთი სპეციალიზებული პროგრამული საშუალების გამოყენებით ეს ტექსტი ძალიან სერიოზულად გადამუშავდა. გარდა ამისა, მუხლობრივად შედარდა დედნებს ებრაულს ძველი აღთქმისათვის და ბერძნულს ახალი აღთქმისათვის და
მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა გამოცემა. თუმცა შეუძლებელია ითქვას და ალბათ ასე იქნება ყოველთვის, რომ ეს არის იდეალური გამოცემა და მასში არ არის რაიმე პრობლემა. და თითქმის იდეალური რომ შეიძლება უწოდოთ, ისეთ გამოცემებზეც კი არ არის ერთიანი აზრი მკითხველებს შორის და არა მარტო ქართულ, არამედ უცხოენოვან გამოცემებსაც ხავს ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე და სწორედ ამ მიზეზით არსებობს უამრავი თარგმანი მსოფლიოს დიდენებზე. მაგალითისათვის ინგლისური თარგმანი, სრული თარგმანი ბიბლიისა ათეულობით მოიპოვება დღევანდელ დღეს ნებისმიერი გემოვნების ადამიანი მკითხველისათვის. ეს უმთავრესი ალბათ ეს King James-ის King James-ი არის ძალიან ავტორიტეტული თარგმანი და ერთი ნაწილისათვის ქრისტიანების სრულად შეუცვლელი და ერთადერთი, მაგრამ King James-ის შემდეგ ათეულობით ახალი თარგმანია გამოსული, მათ შორის სრულად თანამედროვე ძალიან მარტივ ენაზე, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ სრულიადაც არ არის შორს ბიბლიის ენისაგან, ბერძნულისაგან, რომელზეც შეიქმნა ბიბლიის მთავარი ტექსტები. ბატონო ავთანდილ, აი ვთქვათ, ბიბლია, რომელიც ჩვენთან არის, ხო? ის ნიშნავს წიგნებს, ხო? ქართულად რა ვთქვათ. მე გთხოვთ გამომართვათ ეს წიგნი და მოგვიყვეთ, რისგან შედგება ეს წიგნი და როდის მიიღო მან აი ასეთი ფორმა, ხო? გულისხმობ აი ამ წიგნების თანმიმდევრობით დალაგებას და მის ისტორიას. როდის ის არის სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილი ტექსტებისგან შედგება, არა? და წერდა, ეს რა ქვია, წერილებიც არის მაგრამ. ამ შეკითხვაზე პასუხმა შეიძლება დაიჭიროს ძალიან დიდი დრო, მაგრამ მე შეცდები სქემატურად ვილაპარაკო მხოლოდ ცალკეულ ციფრებზე და მომენტებზე ბიბლიის ისტორიიდან. ბიბლია ერთ წიგნად ასეთი სახით უცებ არ გაჩენილა, უცებ არ ჩამოვარდნილა, რა თქმა უნდა ზეციდან, ის იქმნებოდა დროის საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში, 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მისი ცალკეული ნაწილები. გულისხმობ ძველ აღთქმას და ახალ აღთქმას ერთად თუ მხოლოდ ახალ? მთელი ბიბლია 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იწერებოდა მისი ცალკეული წიგნები. 40-ზე მეტი ავტორის მიერ. მე მინდა რომ ხაზგასმით ვთქვათ, ბევრი ადამიანისათვის ბიბლიის ავტორი არის უზენაესი, მაგრამ ახლა ლაპარაკია იმ ადამიანებზე, ვინც აღასრულებდნენ მის ნებას და წერდნენ ავტორებს უწოდებთ ამ ადამიანებს. და ერთ-ერთი უძველესი თარგმანი ბიბლიისა, რომელიც განხორციელდა, რომელიც დაიწყო და რომელიც საბაზო ტექსტად ითვლება დღევანდელ დღესაც ბევრი თანამედროვე ბიბლიისათვის, შესრულდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე და ცნობილია სეპტუაგინტის სახელით. ეს ლეგენდაც არის ხო ამასთან დაკავშირებით? არსებობს ლეგენდა იმის თაობაზე, რომ 70-მა თუ 72-მა სწავლულმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად პრაქტიკულად იდენტური ტექსტი დადო და ამ ხრივ ის არის გაცილებით უფრო სანდო ბევრი მორწმუნისათვის ამის გამო, ვიდრე თუნდაც კლასიკური გამოცემები ებრაული ბიბლიის, რომელსაც ეფუძნება თარგმანების უმეტესობა ძველი აღთქმისათვის დღესდღეობით. ჩვენ ზუსტად არ ვიცით ავტორების ვინაობა და ზუსტად არ ვიცით იმ ადამიანების მიერ რა დროს რომელი ნაწილი დაიწერა და ის სახელები, რომლებიც ქვიათ წიგნებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირობითია გარკვეულწილად. მაგალითისათვის მოვიყვანოთ დასაწყისი ბიბლიისა, მოსეს 5 წიგნეული, რომელიც მოსეს მიეწერება, მაგრამ 5 წიგნეულის მეხუთე წიგნში მეორე ჯულში ლაპარაკია მოსეს სიკვდილის თაობაზე, აღწერილია ეს ამბავი და უნებრივია ის ვერ იქნება მოსეს ხელიდან გამოსული.
რაც შეეხება ამაზე თანმიმდევრობას გამახსენდა ერთი თანამედროვე პატერიკიდან, ხო? ესეთი პატერიკში ხო გვიყვარს ჩვენ რაღაც მითოსების შეყვანა და ესეთი ტექსტია, რომ როდესაც მაკარი დიდი გარდაიცვალა და ეშმაკმა მას ვერ აჯობა, ხო, ამ წუთის სოფელში და ცხონდა მაინც მაკარი, როცა მიდიოდა საზვერეებში მაკარი დიდი სული და უნდა შეღწია ამის 60-ის კარში, ეშმაკები უყვიროდნენ მას, რომ ცხონდი მაკარო, ანუ გვაჯობე მაკარო. და ნუ აქაც ჩნდება ბუნებრივი კითხვა, ხო, ვინ აღწერა ეს მომენტი მაკარი დიდი სულის მოგზაურობაზე? არც თანმიმდევრობა, რომელსაც დღეს მივსდევთ ბიბლიის წიგნების დაწყობისას არ არის ქრონოლოგიური თანმიმდევრობა მათი გამოჩენის მიხედვით არ არიან წიგნები დალაგებული მათი გაჩენის მიხედვით ფიქრობენ თუმცა ყველა თარიღი პრაქტიკულად სავარაუდოა რომ ერთ-ერთი უადრესი ტექსტი არის დებორას გალობა რომელიც ბევრად წინ უსწრებდა ვთქვათ დაბადების წიგნის გაჩენას მაგრამ ის არის ბიბლიის მეშვიდე წიგნში და არა პირველში. თავად შედგენილობა ბიბლიისა, რომელი წიგნები უნდა შედიოდნენ ბიბლიაში და რომელი არა, ძალიან დიდხანს იყო დავის საგანი, მაგრამ სანამ ამ დავაზე ვლაპარაკებ და შედგენილობაზე უნდა ვთქვათ, რომ თავდაპირველად წიგნები დამოუკიდებლად იქმნებოდა და დამოუკიდებლად კითხულობდნენ მათ პირველი ქრისტიანები და მანამდე კიდევ ებრაელების სინაგოგებში. ასე თუ ისე პირველად ფიქრობენ რომ გაერთიანდა 150 ჩვენი წეთაღრით 150 წელს 4 სახარება კანონის სახით და საბოლოო სახე ბიბლიის კანონმა ანუ წიგნთა ჩამონათვალმა სიამ მიიღო მეხუთე საუკუნის ბოლოს რეალურად პირველად 434 წელს 453 წელს შეიქმნა მთელი კანონი გამოცხადების წიგნის გამოკლებით და ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ბიბლიის ახალი აღთქმის ტექსტზე, რომელსაც არ ჰქონდა იოანეს გამოცხადება, ანუ აპოკალიფსი ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული ტექსტი ბიბლიურ წიგნებში. დიახ და უნდა ვთქვათ, რომ შეხედულებების ჩამოყალიბება, ერთიანი შეხედულის ჩამოყალიბება საკმაოდ ჭირდა და ბევრ ასთა სხვადასხვაობასთან იყო დაკავშირებული. ყველაზე ცნობილი არის სწორედ აპოკალიფსთან დაკავშირებული სირთულეები, რომ ის ყველაზე ბოლოს გახდა ბიბლიის კანონის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ, რომ მაგალითად ებრაელთა მიმართ წერილს აგრეთვე არ ქონდა გზა თავიდანვე ხსნილი ძირითადად დასავლეთის ეკლესიების მხრიდან. იყო შემდგომ ეტაპზე დაახლოებით მეხუთე საუკუნის შემდგომ ეტაპზე ჩამოყალიბება ბიბლიის კანონისა, რომელიც 66 წიგნისაგან შედგებოდა, 39 ძველი და 27 ახალი აღთქმის წიგნი, მაგრამ მოგვიანებით ნეტარი ავგუსტინის სახელს უკავშირდება ის, რომ თვლიდა, რომ სხვა წიგნებიც უნდა შედიოდნენ ბიბლიაში ამ ძირითადი 66 წიგნისა, რომლებსაც აპოკრიფული ან და ზოგჯერ არაკანონიკური წიგნები ქვიათ, რომლებიც როგორც წესი შედიან ხოლმე ქართული ბიბლიის გამოცემებში, არაკანონიკური წიგნების სახელით, ხაზგასმულად რომ ეს არის განსხვავებული წიგნები ეკლესიის შეხედულებით და სხვადასხვა ენებში ჩამონათვალი ამ წიგნებისა ერთნაირი არ არის. ქართულში უმეტესად ხდება 13 არაკანონიკური წიგნი, რომელიმე სხვა ენაზე გამოცემაში შეიძლება იყოს უფრო ნაკლები რაოდენობით, ან უფრო მეტი. ანუ ჩვენ საუბრობთ რეალურად იმაზე, რომ ხშირად ამბობენ, რომ ეკლესია დაფუძნებულია სახარებაზე. რეალურად პირიქით არის, ხო? სახარება შეიქმნა ეკლესიაში. ძალიან ეკლესია არსებობდა იქამდე, სანამ არსებობდა ის წიგნი იმ სახით, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც თქვენ ხელში გიჭირებთ. ძალიან საინტერესოა შევხედოთ ამ ისტორიულ მომენტებს
სხვა თვალით არატრადიციული ხედვით, რომელიც ჩვენ ეკლესიისაგან გვაქვს, რამეთ უბრალოდ წარმოვიდგინოთ უბრალო ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ცხოვრობენ იმ პერიოდში, როდესაც მოხდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დაახლოებით იმ პერიოდში, ან ცოტა მოგვიანებით. რა თქმა უნდა, იესოს მოწაფეები, ის ხალხი, ვინც მათთან ურთიერთობდა, ის ხალხი, ვინც დაყვებოდა მას, თავის გადმოცემებში კარგ ხანს ატარებდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ იმას, რაც ნახეს და მოისმინეს. მაგრამ გადიოდა დრო, საკვირველია ადამიანები კვდებოდნენ, იცვლებოდნენ ნახლებით და სრულად ნათელი ხდებოდა, რომ შეიძლება ეს გადაცემა ასეთი სახით დავიწყებას მიეცეს თანდათან და ნათელი გახდა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს, დაიწეროს რაღაც ერთიანი დიახ. და სახარებები ძალიან საინტერესოა იმ პერიოდის დოკუმენტური მასალები და ჩანაწერები, მაგალითისთვის ერთ-ერთი ქრისტიანი, რომელიც დაახლოებით 30 წლის შემდეგ დაიბადა იესო ქრისტეს ამ ქვეყნიერული ცხოვრების შემდეგ და დაახლოებით 130 წელს გარდაიცვალა. ამბობს, რომ მარკოზმა თავისი სახარება დაწერა იმის მიხედვით, რაც თვითონ იცოდა და ნახა და მათემ ჩაიწერა თქმულებები, რაც ესმოდა სხვადასხვა ადამიანებისაგან. თუ სახარებების შინაარსს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ საკმაოდ ბევრია საერთო მათ შორის უფრო მეტი ადამიანი, უფრო მეტი მეცნიერი ვარაუდობს, რომ პირველად ისტორიულად მაინც მარკოზის სახარება შეიქმნა. მარკოზის სახარებიდან დაახლოებით 60% შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით მაცხოვრის გამონათქვამები სიტყვასიტყვით მეორდება მათეს სახარებაში და ლუკას სახარებაში საკმაოდ ბევრია საერთო ამ სახარებებთან. ლუკას სახარებას იწყებს ესე, რომ რადგან მრავალმა მიჰყო ხელი ჩვენში მომხდარი მოვლენების აღწერას, ხო? ანუ ჩანს აქედან, რომ ვიღაცები, როცა ლუკა მახარებელი ამას წერდა ამ ტექსტს, არა? ვიღაცები უკვე ისხდნენ, ვიღაცები, რომლებიც არ იყვნენ ეკლესიის წიაღიდან, არ იყვნენ ქრისტეს მოწაფეების. ამოცანები განსხვავებული იყო და სხვადასხვა. ეს იყო სხვისთვის განდობა, ვიღაცისთვის წმენაში გამტკიცება და უშუალოდ გაზიარება იმ შორს ცხოვრობი ადამიანებისათვის და ოდნავ არსებითად განსხვავებულად შეგვიძლია კი არა ითვლება იონეს სახარება, რომელსაც არ მიაკუთვნებენ სინოპტიკური, ანუ ერთად რომ შეგვიძლია წავიკითხოთ პარალელური ამბები, ისეთი სახარებების რიცხვს. ეს რაღაც უფრო მეტად თეოლოგიურია, მეტად სულიერ საკითხებზე ორიენტირებულია თუ რატომ? იონეს სახარებას ძალიან ბევრი ქრისტიანი მიიჩნევს სულად და გულად რწმენის საკითხებისა, რომ გაცილებით უფრო მომზადებულ ეტაპზე შეიძლება უფრო მეტი გაიგო ამ დროს სახარებიდან რწმენის საკითხებში, მაგრამ მიუხედავად განსხვავებულობისა სახარებებს შორის არც ერთი მათგანის ავთენტურობა ან სინამდვილე არასდროს არც ერთ ეტაპზე პრაქტიკულად ეჭვს არ იწვევდა. ასევე როგორც პავლეს წერილები, მოციქულთა საქმეები, თუმცა პრაქტიკულად ყველა დანარჩენი წიგნის მიმართ ძალიან დიდხანს იყო ეჭვები. თვლიდნენ ეს არის მაგალითად იოანეს მეორე და მესამე წერილები, პეტრეს მეორე მაგალითად წერილი, რომ არ ვილაპარაკოთ დიაკობზე და გამოცხადებაზე ებრაელთა წერილების საქმეები თავიდანვე სარგებლობდა სტატუსით ავთენტურისა და სანდო ტექსტის ნაწილისა. იყვნენ სერიოზული იმბებუკისათვის მკვლევარები, რომლებიც
ახალი აღთქმის ტექსტებსაც კი ყოფდნენ უფრო მნიშვნელოვნად და ნაკლებად მნიშვნელოვნად, რომ არ ვილაპარაკოთ ძველი აღთქმის ტექსტებზე, რომელიც დღემდე მიიჩნევა ზოგიერთ ეკლესიაში ნაკლებად მნიშვნელოვნად, ვიდრე ახალი აღთქმა. სახარების 27 წიგნი, რომელიც ჩვენამდე მოვიდა და გამოცხადება რა. აი ეს წიგნები, ბუნებრივია ცალკე სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილას დაწერილი ხომ, მარკოსი ცალკე წერდა, იოანე ცალკე წერდა, ლუკა ცალკე წერდა, შემდეგ მან დაწერა საქმეები, ეპისტოლეები, რომელსაც ერთადაც არ იყო ხო, შეკრული გზავნიდა პავლე ხან კორინთოში, ხან რომში, ხან სათანს. გზავნიდა მაშინ, როცა პავლე რა თქმა უნდა ზრუნავდა თავის მიერ დაარსებულ ეკლესიებზე და ცდილობდა მათ გამტკიცებას და ხელშეწყობას ყოველგვარ დახმარებას. მაგრამ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მოგზაურობა მაშინ არც ისე იოლი იყო ძალიან ნელი, საკმაოდ სახიფათო და ყოველთვის რეგულარულად არ შეეძლო მოენახულებინა ეკლესიები. და წერილები სწორედ მაშინ იქმნებოდა, როცა მონახულების საშუალება არ იყო. ამ ხრივ წერილებს შორისაც განსხვავებები არის. მაგალითად, რომაელთა მიმართ წერილი პავლესათვის იყო ერთგვარი რეკომენდაციის, სარეკომენდაციო წერილი, მანამ სანამ ჩავიდოდა, რომ საკუთარი თავი წარედგინა იქაურებისათვის. უნდა ვიფიქროთ, რომ საკმაოდ დროინდელი პირვანდელი თემისთვის, არა, რომელიც იქ გაჩნდა და ვისი მეშვეობით გაჩნდა. არის ზოგიერთი წერილები, რომლებიც იქაური ეკლესიის გასამხნავებლად არის შექმნილი. ეს უკვე მეორე წერილი, ხო? დიახ. და იმ დროს, რა თქმა უნდა, ფიზიკურად წერილი ერთადერთი მიდიოდა, იგზავნებოდა ეკლესიაში და ეს ინახებოდა შემდეგ. ანუ როგორ მივედით, ხო? ანუ როცა ტერტულიანემ სექტების წინააღმდეგ ასეთი წერილი აქვს, ტრაქტატი აქვს გამოქვეყნებული დაწერა, ის მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ ტერტულიანეს შემდეგ თავად განკვეთავენ ეკლესიისგან, თავად იქცევა ეკლესიის მწვალებლად, ტერტულიანე ეს უძველესი ქრისტიანული ავტორი წერდა, რომ სახარება არ ეკუთვნით ერეტიკოსებს, რადგან ის არის ეკლესიის ქმნილება. რადგან გწამდეს, რომ ეკლესიის არ გწამდეს და გწამდეს ის იმის, რაც მან საკუთარი ავტორიტეტით თქვა, რაზეც მან თქვა ავტორიტეტით, რომ ეს არის სწორედ მართალი ტექსტები და მართალთა მიერ დაწერილი ტექსტები და არა ის ტექსტები, რომელთა წინააღმდეგაც ლუკა წერდა, ეს არის ეკლესიის პრივილეგია, ხო? სამოთ შევხედოთ რეალისტურად სურათს. რა ხდება, როცა იმ დროში პავლე წერს წერილს და აგზავნის რომელიმე ეკლესიაში. სრული გარანტია შეიძლება არც იმის არსებობს, რომ ეს წერილი მიაღწევს ადრესატამდე. წერილი არის ერთადერთი ეგზემპლიარი, ის დიდ სიხარულს იწვევს მიმღებებში, რა თქმა უნდა, და ერთ-ერთი ეკლესიის წევრი კითხულობს ხმამაღლა ამ წერილს დანარჩენების წინაშე. და უმეტეს შემთხვევაში უფრთხილდება თვალისჩინივით. ესმის რა მნიშვნელობა ამ წერილისა. მაგრამ რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული შიდა წინააღმდეგობები ცალკეულ ეკლესიებში, რომლებიც რა თქმა უნდა არსებობდა, ეს თუნდაც სახარებიდან ვიცით, რომ იყო პრობლემები. შეიძლება იყო რაღაც შემთხვევები, რომლის გამოც რომელიმე წერილი, ვთქვათ, შემონახული არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ის რაც შემორჩა არის მნიშვნელოვანი და ის არის სწორედ ის, რაც უზენაეს უნდა რომ ჩვენამდე გადმოეცა და ჩვენამდე მოეღწია. რა წერილობითი, აი როგორ ვთქვა, რა ხელნაწერი გვაქვს ყველაზე ადრეული ბიბლიური ტექსტების? შეიძლება ითქვას, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მე-4 საუკუნეზე უფრო ადრინდელი ხელნაწერები პრაქტიკულად არ არსებობდა. ანუ ჩვენ ვენდობოდით ქრისტეს გარდაცვალებიდან 4 საუკუნის შემდეგ დაწერილ ტექსტს. თუმცა სხვადასხვა დოკუმენტურ ნაწერებში, რომლებიც ზოგიერთი ვარაუდობდა კიდეც, რომ იმის გამო, რომ მე-4 საუკუნემდე ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია,
ეს არის გაცილებით უფრო გვიან, ესე იგი 4 საუკუნის ცოტა ადრე შექმნილი რაღაც თხზულებების კრებული და არავითარი საერთო მას არ აქვს აქტიურ გამოცხადებასთან. მაგრამ სხვადასხვა დოკუმენტურ მტკიცებულებებში, წერილობით მტკიცებულებებში, სხვადასხვა ავტორების, ქრისტიანებისა და არაქრისტიანებისა ხვდებით არაერთ ციტატას სახარებიდან, რომლებიც აშკარად მიანიშნებენ იმაზე, რომ ისინი უფრო ადრე გაჩნდნენ და დღესდღეობით რამდენიმე მცირე ფრაგმენტი, რომლებიც არის ნაპოვნი და ინახება ძირითადად ვატიკანის და ბრიტანეთის სხვადასხვა მუზეუმებში, უფრო გაცილებით უფრო ადრეულ პერიოდებს მიეკუთვნება, თუმცა ზუსტი წლის დადგენა ძალიან რთულია, მაგრამ მეორე საუკუნეში და მეორე საუკუნის ხელნაწერის ფრაგმენტი მაგალითად ნამდვილად არსებობს და ანუ დათარიღება იმისა, როდის შეიქმნა ეს ტექსტები, ეს არის მეტწილად ვარაუდი თუ რაღაც ემპირიაზე დაფუძნებული, ასე ვთქვათ, სამეცნიერო დასკვნა. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, აი მაგალითად, როდის დაწერა მარკოზმა, როდის დაწერა ლუკამ? არც ერთ სამეცნიერო ნაშრომში მე არ მინახავს კატეგორიული მტკიცება იმის, რომ აი ეს წელი არის ზუსტად ის წელი, როცა დამთავრდა დაუშვათ მათეს სახარების ან მარკოზის ან დაწყება ან დასრულების წელი. მაგრამ საკმაოდ მტკიცე ვარაუდები ფაქტიურ მასალაზე დაყრდნობით იმისა არსებობს, რომ პირველი საუკუნის ბოლოს უკვე დაიწყო პირველი სახარება, მარკოზის სახარება და ზოგიერთი ვარაუდობს, რომ მათეს სახარება იყო ეს. უკვე პირველი საუკუნის ბოლოს უნდა ყოფილიყო დასრულებული. აი, ავტორები რამდენად არიან ისინი, ვისაც ჩვენ ვეძახით, ხო? აი, რამდენად არის მარკოზი ამისი ავტორი? საიდან ვიცით, რომ მარკოზია ამის ავტორი? ან იოანეს საიდან ვიცით? იოანეზეც არსებობს ძალიან ბევრი კონტრავერსიული შეხედულება, რომ ვინ დაწერა? არის რომელი იოანეა? ბიბლიური საზოგადოების მიერ მომზადებულია და გადაცემულია საბეჭდად ამ წლის ბოლომდე გამოვა უაღლესად საინტერესო ენციკლოპედია, ბიბლიის ენციკლოპედია, რომლის თითოეული თავი მსგავსი საკითხებისადმი არის მიძღვნილი. და ვერცეთ ამ თავში ვერ იპოვით იმის კატეგორიულ მტკიცებას, რომ მარკოზის სახარების ავტორს ნამდვილად მარკოზი ერქვა და ნებისმიერი სხვა სახარების დარწმუნებით არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ტექსტოლოგიური კვლევები საკმაო ინფორმაციას გვაძლევენ იმის თაობაზე, რომ ერთი განსხვავებული წიგნები ეკუთვნიან ერთი და იგივე ავტორს. იგივე ამ ლოგიკით არის მაგალითად გამოცხადება, რომ იოანეს მივაწერთ მაგალითად. რა უცნაური ტექსტია რა ეს ტექსტი, რომელიც არ იყო არ აღიარებდა ხო მრავალი ლიტურგიაში მაგალითად არ ვკითხულობთ აპოკალიფსიდან თავებს, ხო? იმიტომ რომ ეს არის სრულიად ადამიანი როცა კითხულობს იქ ვერაფერს ვერ იგებს, თუ რაღაც ეგზეგეზას უფრო გვიანდელს არ იცნობს და ეს ეგზეგეზაც რამდენი მამაც არსებობდა ეკლესიაში იმდენჯერ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რა, რომ აი ეკლესიაში არ კითხულობდნენ სავარაუდოდ იმ მოტივით, ხო, უკვე გვიან, რომ ლიტურგიას გულისხმობ, რომ აი კითხულობენ თქო ფილადელფიის ეკლესიაზე მაგალითად რაღაც ჩანაწერი სრულიად გაუგებარი, ყველა ამბობს, რომ ეს ფილადელფიის ეკლესია ვართ ჩვენ, აი კათოლიკოს პატრიარქმა თქვა მაგალითად, ხო? და ქრისტეს მეორედ მოსulis გაურკვეველი სცენები, ურჩხულები, ქალი რომელიც გამოიქცა, მე ვიღაც, აი ამ ტექსტს რატომ არ კითხულობენ ეკლესიაში? გარდა ბიბლიური საზოგადოებებისა, სოფლიოში არსებობს უამრავი ბიბლიური სააგენტო, ბიბლიური ინსტიტუტი, ფონდი და ასე შემდეგ. მათი ძირითადი ნაწილი არის რომელიმე ეკლესიის, რომელიმე მიმდინარეობის, ქრისტიანული მიმდინარეობის მიერ დაარსებული და მათ გამოცემებში საკმაოდ ხშირია და ტრადიციულად ხვდებით რაიმე კუთხით დანახულ წმინდა წერილს.
ბიბლიური საზოგადოების ერთ-ერთი განმასხვავებელია მსგავსი სხვა სააგენტოებისაგან არის ის, რომ მაქსიმალური მცდელობა დედნის ერთგულებისა, რომ რაც შეიძლება ახლოს დედამთან და რაც შეიძლება ნაკლები კომენტარი ჩვენს გამოცემებში ტექსტოლოგიური, ისტორიული და არქეოლოგიური კომენტარების გარდა. თუმცა არის ასეთი შეხედულებაც, რომელიც სავსებით ლოგიკურია და მისაღებია ჩვენთვის, რომ შეუძლებელია გააკეთო კარგი თარგმანი ბიბლიისა თუ არ ახარ ეკლესიის წიაღში. მუსლიმებიც ასე ფიქრობ. კი. რა თქმა უნდა, ამ ვარაუდს, ამ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ განსხვავებულიც, რომელიც ამბობს, რომ თუ ცდილობ მაქსიმალურად უერთგულო ტექსტს და გააკეთო მაქსიმალურად ნეიტრალური, მაქსიმალურად ობიექტური ტექსტი, ამ ხრივ წარმატების იმედი შეიძლება კონდეს და ეს დაადასტურა 200 წლიანმა გამოცდილებამ სხვადასხვა ბიბლიური საზოგადოებებისა, მაგალითად ბიბლია ჰებრაიკა შტუტგარტენცია არის აღიარებული როგორც საბაზო ტექსტი ძველი აღთქმის თარგმანისათვის და ნესტელი ალანდის გამოცემა ახალი აღთქმისა თავისი მრავალრიცხოვანი ვარიაციებით განსხვავებებში ხელნაწერებში არის კლასიკური ტექსტი სათარგმნოდ ახალი აღთქმისა. აქვე როცა ამაზე რა მაინტერესებს ტექსტი, რომელიც თქვენ ხელში გიჭირავთ ახლა, არის ებრაელების მიერ დაწერილი, არა? მაგრამ მისი უმრავლესობა თუ ყველა არა დაწერილია ბერძნულად. ხო, ძალიან მარტივად ჩნდება კითხვა ებრაელმა კაცებმა, საკმაოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებმა, ну გარდა პავლესი და ვთქვათ მათეს კიდე შესაძლებლობები ქონდა ლუკა ექიმი იყო, მაგრამ ის სხვებმა საიდან იცოდნენ ბერძნული? მე დავაზუსტებ თუ შეიძლება იმას, რომ მეტი წილი ამ წიგნის არ არის ბერძნულად დაწერილი თავდაპირველად დაწერილია ებრაულად დაახლოებით 2/3. ეს გავრცელებული შეხედულების მიუხედავად რომ ბერძნულად გავრცელებული შეხედულების მიუხედავად ჩვენ ჯერ აქვს წამს და ამის საფუძველი არსებობს მეცნიერ კვლევებში, რომ ძველი აღთქმა დაიწერა ებრაულად ცირე გამონაკლისის გარდა, რომელსაც ახალ აღთქმას გულისხმობდი მე. ახალ აღთქმას რა თქმა უნდა, ბერძნულზეა ლაპარაკი მხოლოდ. მაგრამ ისტორიულ ჭრილში შეიძლება გავიხსენოთ ალექსანდრე დიდის დაპყრობების შემდეგ პერიოდი, როცა ბერძნული გახდა ძირითადი ენა lingua franca იმ ქვეყნისათვის, სადაც ამ იმპერიამ ფესვი გაიდგა. განათლების დონეს, რაც შეეხება მოციქულებისა, რა თქმა უნდა, სახარება გვეუბნება პირდაპირ, რომ არ იყო ზოგიერთი მაინც და მაინც მაღალი, მაგრამ აქვე არ უნდა დავიწყოთ, რომ ეს არ არის უბრალო წიგნი, არ არის შემთხვევითი რიგითი წიგნი და ყველაფერი უნდა ვირწმუნოთ ის, რომ ყველაფერი იქიდან ადამიანის განათლების დონეზე არ იყო დამოკიდებული, რომელიც წერდა. ხო და ახლა ძალიან საინტერესოა რა, როდესაც კითხულობ, მოდი ასე ვთქვათ, ხო? 50-ე დღეს გარდამოდის სულიწმინდა მოციქულებზე, ისინი იწყებენ ლაპარაკს სხვადასხვა ენებზე და ყველა ერის წარმომადგენელს ესმის თავის ენაზე, ხო? თუ მივიჩნევთ, რომ აი ამ ებრაელ კაცებს ბერძნული ასწავლა სულიწმინდა, თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა დააკვირდეთ სულიწმინდის მიერ ნასწავლ უცხო ენას, რა. როგორია ეს უცხო ენა? რითი განსხვავდება ის სხვა ძველ ბერძნულისგან? ენა პროვოკაციული კითხვა არის, რომელსაც კოინეს უწოდებდნენ, იყო ქუჩის ენა, ბაზრის ენა, საყოველთაო ენა, რომელიც ყველას ესმოდა და აღმოჩნდა საოცარი შედეგი შესაძლებელია, რომ მივიღოთ აი ამ ენაზე, დავწეროთ წიგნი. ეს არის კლასიკური ლიტერატურის ენა? არა, რა თქმა უნდა, ეს იყო სალაპარაკო ენა, ყოველდღიური ენა, მარტივი ენა და ამ ხრივაც დღევანდელი მისწრაფებები ზოგიერთი თარგმნელისა, რომ გააკეთოს რაც შეიძლება გასაგები, რაც შეიძლება მარტივი, რაც შეიძლება ახლოს ცოცხალ ენასთან. ბევრად ბიბლიურ სულსატანებს. გაცილებით უფრო გამართლებულია, ვიდრე ამაღლებული, განსაკუთრებული ენა,
რომელზეც ზოგიერთის აზრით მკითხველი უნდა ავიდეს თანდათან. ეს ძალიან საინტერესო რამ არის მოგეხსენებათ ვატიკანი და კათოლიკე ეკლესია წლების მანძილზე ლათინურად კითხულობდა ბიბლიას, ლათინურად წირავდა, ეს იყო სავალდებულო უკვე მკვდარი ენა. ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირველი ბიბლია ნაბეჭდი ბიბლია გუტენბერგისა ლათინური იყო. მნიშვნელოვანია ძალიან ამას ხაზი გაუსვათ. ხო, აი ეს არის უცნაური. მე თავად კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელი ვარ, მე დიდად ვაფასებ ლათინურ ენას, იმიტომ რომ მან ფაქტობრივად შექმნა ერთიანი ევროპის ენა რა თავის დროზე ხელი შეუწყო ბიბლიური ტექსტის შენარჩუნებას. მართალია, სოფლებში ვერაფერს ვერ იგებდნენ ძალიან ხშირად ამ ენაზე, მაგრამ როცა ვაკრიტიკებენ ხოლმე, ხო, ვთქვათ, რუსი მართლმადიდებლები ან ქართველი მართლმადიდებლები, რომლებიც დღემდე მთაწმინდელის ენით ახასრულებენ ლიტურგიას, ხო? ცოტა უცნაურია ხოლმე, იმიტომ რომ მრავალი ადამიანისთვის თქვენ კარგად იცით, რომ აი ვითარცა დედაზარდლი იწვრთიტეს, აი ამის გაგება უფრო რთულია, ვიდრე ლათინური შეიძლება სადღაც გაგებული ჰქონდეს და გაიგოს, არა? მიუხედავად ამისა, ჯერ მინდა გკითხოთ, რამდენად ეთანხმებით აი ამას ლიტურგიაში, აი ამ მთაწმინდელის მაღალმხატვრული ენის გამოყენებას. რამდენად მიგაჩნიათ ეს სწორად? ჩვენი მისია სწორედ იმაშია, რომ მივაწოდოთ ამ ქვეყნის ადამიანებს ისეთი ბიბლია, ის იმენაზე ბიბლია, რომელიც მათ გემოვნებას უფრო მეტად შეესაბამება. 10-20 წლის წინ ჩვენ გავაკეთეთ მთაწმინდელების ტექსტის, გიორგი მთაწმინდელის ტექსტის კრიტიკული გამოცემა, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დღემდე ბევრი შეცდომა აქვს მთაწმინდელ. როგორ მოდით ერთი-ორი სიტყვით ქართული ბიბლიის, კონკრეტულად ქართული ბიბლიის თაობაზე ვთქვათ, რადგან მთაწმინდელებზე ლაპარაკი დავიწყეთ. რამდენიმე ძირითად ეტაპად, როცა მოკლედ გვინდა ისტორია გავიაროთ, შეგვიძლია დავყოთ ეს ქართული ბიბლიის ისტორია. ეს არის წინაათონური პერიოდი და წინაათონური, ათონური და შემდგომი პერიოდი. აი ათონურ პერიოდს მე-10 საუკუნის ბოლოს, მე-11 საუკუნის განსაკუთრებულად უსვამთ ხალხს, განსაკუთრებულად გამოვყოფთ. იმიტომ რომ რაღაც მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ბიბლიის ისტორიისათვის. წინაათონური ყველა თარგმანი, რაც არსებობს, ყველა ფრაგმენტი, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ გვაქვს სრული ბიბლია ისტორიის რომელიმე მონაკვეთში არსებობს ისეთი მომენტი, როცა ჩვენ სრული ბიბლია შევქმნით. სამწუხაროდ თავბრუდამხვევია ქართული ხელნაწერები ბიბლიისა თავისი სიძველით, მაგრამ სიმრავლით და ხარისხით მაინც და მაინც ვერ დავიქვეხნით. წინაათონური ყველა ფრაგმენტი არის თავისუფალი თარგმანი, სრულად თავისუფალი თარგმანი, რომლის ძირითადი ამოცანა არის აზრის გადმოცემა. და ეს ის არის, რასაც ახლა ლიტურგიაზე კითხულობენ? თუ ეს უკვე დაზუსტებული და კრიტიკული? არა, ეს ლიტურგიის განუყოფელი ნაწილი და კლასიკური ტექსტი არის სწორედ ის დღესდღეობით ახალი აქმისათვის, რომელიც გიორგი მთაწმინდელმა შექმნა. თუმცა ეს არ არის ზუსტად ეს ტექსტი ერთი-ერთზე. აი ამაზეც ვიტყვი ერთი-ორი სიტყვით თუ შეიძლება. ათონელებმა დაიწყეს მცდელობა იმისა, რომ რაც შეიძლება სიტყვა-სიტყვითი ზუსტი თარგმანი გაეკეთებინათ. საკმაოდ ძიმე და საკმაოდ მოუხეშავი გამოვიდა ექვთიმე ათონელის ნაღვაწი იმის გამო, რომ ცდილობდა სიტყვა-სიტყვით გაეკეთებინა თარგმანი. გაცილებით უფრო საინტერესო, მსუბუქი და უფრო მაღალი დონის თარგმანია გიორგი ათონელის თარგმანი, რომელიც თაობაზეც დღევანდელი კვლევარებიც კიდევ ვერ შეთანხმებულა ბოლომდე გიორგიმ გააკეთა სრულად ახალი თარგმანი თუ გააკეთა საფუძვლიანი რევიზია იმისა, რაც უკვე არსებობდა ექვთიმეს ნაშრომებში. ეს თარგმანი დღემდე იმდენად მნიშვნელოვანია გიორგის ნამოღვაწარი, რომელმაც ბერძნულს შეუდარა თითოეული მუხლი ახალი ათქმის იმ ნაწილისა, იმის გამოკლებით, მცირე ნაწილის გამოკლებით, რომელზეც უკვე ვთქვით, რომ დღემდე ეს ტექსტი ძალიან ფასეულად რჩება, თუმცა
გულწრფელად უნდა ვილაპარაკოთ მე მგონი იმის თაობაზე, რომ რა თქმა უნდა ეს ტექსტი არ არის იდეალური ტექსტი, არა მარტო იმის გამო, რომ აკლია რაღაც ნაწილი. არამედ თუნდაც იმის გამო, რომ მიუხედავად ათონის მთაზე მოღვაწეობისა, გიორგის ხელში არ იქნებოდა ყველა საჭირო წყარო იმისათვის, რომ ეს სამუშაო კარგად გაეკეთებინა, თუნდაც ეს შეიძლება დავასახელოთ მიზეზად. ამის შემდეგ პრაქტიკულად მოდის უძრაობის პერიოდი, როცა არაფერი ამ მიმართულებით არ ხდება საუკუნეების განმავლობაში, სანამ არ უახლოვდებით სულხან საბას პერიოდს, მე-17 საუკუნის ბოლოს, მე-18 საუკუნეს, როცა უკვე ორ ადგილზე უკვე რუსეთის იმპერია შემოსულია საქართველოში და ორ ადგილზე ხდება მუშაობა ძირითადად ბიბლიის ტექსტზე. ერთი საქართველოში და მეორე მოსკოვში მოსკოვური ჯგუფის არჩილმეფის ხელმძღვანელობით მუშაობა უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ისინი მოკლებული იყვნენ ყოველდღიურ კავშირგაბმულობის ლევანდელ საშუალებებს, ხელნაწერებს, რომლებიც დასჭირდებოდათ, მაგრამ თითოეული ეს ტექსტი, თითოეული გამოცემა არის გარკვეული აზრით გადამუშავება წინა გამოცემების სერიოზული ანალიზი ტექსტოლოგიური ამასაც მიუთითებს, რომ არსებითად ახალი პრაქტიკულად არ შექმნილა და ყოველი შემდეგი თაობა ცდილობდა მიემატებინა ის ნაწილები, რომლებიც წინა თაობებში ვერ გააკეთეს. და თუნდაც საქართველოს საპატრიარქოს მიერ 1995 წელს გამოცემული ტექსტი მთაწმინდელების ახალი აღთქმისა, რომელსაც აწერია, რომ ეს არის კრიტიკული გამოცემა. რა თქმა უნდა შეიცავს ექვთიმე ათონელის აპოკალიფსის ციკლს თავის ექვთიმე პირველი იყო, ხო, ვინც დარქმნა. ანუ მთელი 10 საუკუნის განმავლობაში აპოკალიფსის ტექსტი ჩვენ არ გქონია. პრაქტიკულად არ გქონია, სანამ შესაძლოა მომეტებული სიყვარული ახლა ამანაც გამოიწვია, მეორე 1000 წლების ეს არის მხოლოდ ქართული ასეთი მომეტებული სიყვარული აპოკალიფსის. რა თქმა უნდა, მილენარიზმი არის ძალიან ცნობილი. დიახ. და როცა ვლაპარაკობთ ქართულ თარგმანებზე, არ შეიძლება არ ვთქვათ თავდაპირველად უნივერსიტეტში ძველ ქართული ენის კათედრის, შემდეგ ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში და ხელნაწერთა ცენტრის საქმიანობაზე, რომელთაც ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში სცადეს ცნობილმა გამორჩეულმა მეცნიერებმა, რომ მოეწესრიგებინათ, გაეკეთებინათ კატალოგიზირება იმისა, რა გვაქვს, რომ აკადემიური გამოცემა რომ ქონოდა და ამ წიგნების გამოცემა დაიწყო კომუნისტურ ეპოქაში და შემდეგ შეწყდა, ბოლომდე ვერ მივიდა. აღმოჩნდა, რომ ეს სხვადასხვა შრეები თარგმანებისა, რომლებიც სხვადასხვა გარემოში კეთდებოდა, სხვადასხვა ეპოქაში კეთდებოდა, საკმაოდ განსხვავებულია ტექსტოლოგიური ხასიათით, მაგრამ ერთმანეთთან დამოუკიდებელი მაინც არ არის და იმისათვის, რომ თითოეული მათგანი შენარჩუნებული ყოფილიყო შემდეგი თაობებისათვის, გამოცემა შესრულდა სვეტებად. 4 სვეტად არის გამოცემები გაკეთებული და ამ სვეტებში ხშირია გამოტოვებული ადგილები, ცარიელი ადგილები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პრაქტიკულად არც ერთი ხელნაწერი არ არის სრული და არ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე. ეს რისი ბრალია ჩვენ, ანუ შენახვა არ გვიყვარდა დოკუმენტების თუ უბრალოდ მტერი ისეთ ხშირად გვესმოდა თავს? ისტორიული სურათი, როგორც გვაქვს ჩვენ, რომელზეც წარმოდგენა გამოიარა საქართველომ, არ შეიძლება ამ სურათის გარეშე წარმოვიდგინოთ, რომ არსებობდნენ იზოლირებული ადამიანები, რომლებიც ისხნენ და მათ ხელს არაფერი არ უშლიდათ იმაში, რომ ემუშაოთ და რაიმე გაეკეთებინათ. მაგალითად მონღოლები არა? საიდან ითარგმნებოდა ქართული ტექსტები, საინტერესო საკითხია ძალიან. სხვადასხვა დროს იცვლებოდა შეხედულება ამის თაობაზე. მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აზრი გამოთქვა ცნობილმა ქართველოლოგმა ბლეიკმა, რომელმაც თქვა, რომ იმდენად არაერთგვაროვანია ქართული ბიბლიის ტექსტები, რომ თითოეულ
წიგნს ან თითოეულ მონაკვეთს აქვს ცალკე ისტორია, რომელიც უნდა იყოს ცალკე შესწავლის საგანი, საიდან ითარგმნა, რა დონეზე ითარგმნა, სანამდე მივიდა და ეს არის თაობების საქმე, რომლებიც ოდესმე უნდა გააკეთოს. ამ საქმეს ემსახურებით. იგეგმება რაიმე ახლის გამოცემა? გარდა ამ ახალი გამოცემის. ბიბლიის ახალი გამოცემა სწორედ არის შესანიშნავი საფუძველი იმისათვის, რომ ბევრი სხვა გამოცემა გაკეთდეს, რომელიც ბიბლიის შესწავლაში და უკეთ გაგებაში დაეხმარება ადამიანებს. ერთ-ერთი არის ბიბლიის ენციკლოპედია, რომელიც ამ წლის ბოლომდე გამოვა. საჭიროების მიხედვით გაკეთდება ახალი ათქმის გამოცემები, ახალი ტექსტის მიხედვით და მე ვარაუდობ, რომ ის წიგნი, რომელიც ქართველი მორწმუნეების უმეტესობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, დაწმინდელების კლასიკური ტექსტი, კანონიკური ტექსტი, ისიც მომავალ წელს გამოიცემა ბიბლიური საზოგადოების მიერ. ფსალმუნები როდის ხდება? ფსალმუნებზე რა გვაქვს? ფსალმუნების თარგმანი, იმიტომ რომ სწორად გამიგეთ, მე ბავშვობა გავატარე ბიზანტიურ ღვთისმსახურებაში, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკე გახლავართ, ახალ ქართულზე მიმდინარეობს კათოლიკე ეკლესიაში წირვა ლოცვა, ახალ ქართულია ეს ლოცვანიც, რომელიც მე აქ მაქვს, მაგრამ მე წამოვიღე ჟამნი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ჩემი ლოცვის, შინაგანი ლოცვის ენა ეს არის, ხო? იმიტომ რომ ძალიან რთულია, როდესაც ეჩვევი რაღაცას, ეჩვევი აი ამ მხატვრულ ენას, ხო? ეჩვევი რომ აი 90-ე ფსალმუნი, ხო, რომელიც დამკვიდრებულარს შეწევს. გასაგებია, რა თქმა უნდა და მე ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი თქვენ ფიქრობს ამ საკითხში, ფსალმუნების თაობაზე შეგვიძლია ასეთი რამ თქვათ, რომ ფსალმუნების ტექსტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომლის თარგმნაც ქართველებმა დაიწყეს, რადგანაც თავიდანვე ლიტურგიული მნიშვნელობა მისი განუზომელი იყო. ფსალმუნების ტექსტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაკეთებული ძველ ქართულ თარგმანებში ბიბლიისა და თუმცა გაუგებარიც ერთ-ერთი ურთულესი კარგად გადასატანად ნებისმიერ სხვა ენაზე. ერთ-ერთი ურთულესი არის ის გამოც მე ვიცი ქართველი მეცნიერების ერთი ჯგუფი მომუშავე ტექსტზე, რომლებიც თავისი ნებისმიერ შეხვედრის წინ კითხულობენ ფსალმუნებს ებრაულად, იმისთვის რომ შეიგრძნონ მისი მშვენიერება, მუსიკალობა და მე უნარო ვარ უბრალოდ ვიკითხო ფსალმუნი, რომელიც ახალ ქართულზეა დაწერილი, აი წარმოიდგინეთ, ხო? შემიწყალე ღმერთო შენი წყალობისა, შენი მრავალი შებრალებისაბრე წაშალე ჩემი დანაშაული და ეს ძველ ქართულად როგორ ხავს? მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენისა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოთ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბიბლიის ახალ გამოცემაში ფსალმუნების რედაქტირება გააკეთა შესანიშნავმა ქართულმა მეცნიერმა ქალბატონმა ირინემ საჯულაძემ მელიქიშვილმა, რომელმაც მე ვფიქრობ გააკეთა საუკეთესო, რაც დღევანდელ დღეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მაგრამ ბიბლიის არც ერთ ნაწილზე და მათ შორის ფსალმუნზე არ შემიძლია ვთქვა, რომ მუშაობა დამთავრდა და გასაკეთებელი აღარაფერია. მე ძალიან კარგად მესმის იმ კონსერვატორი კათოლიკეების, რომელთაც დღესაც უნდათ ლათინურ ენაზე სწირონ, იმიტომ რომ არსებობს ესეთი გამოთქმა, რომ ლათინურზე ყველაფერი კარგად და ლამაზად გამოითქმის. ხო, ჩემთვის ასევეა ძველ ქართული, იმიტომ რომ ეს სიყვარული, რომელიც ბავშვობიდან მაქვს და მრავალ ადამიანს, ხო, მე მესმის, რომ ეს რაღაც ეგოიზმია, ხო, იმიტომ რომ მე დრო დავხარჯე იმისთვის, რომ ესწავლა აი ეს ძველ ქართული გამეგო, მაგრამ არსებობს მრავალი ადამიანი, ვისაუბრია ბევრ ადამიანთან, რომელსაც ძალიან მოსწონს ძველი ქართული და მიაჩნია ერთადერთ ენად იმისათვის, რომ წმინდა წერილი ითარგმნოს. კარგად მესმის მათი და ისინი ამბობენ, რომ სადღაც რამდენიმე თვის მიჩვევის შემდეგ ეს ხდება სავსებით გასაგები და სავსებით ბუნებრივი შენიღურისათვის, მაგრამ მე მაინც მინდა რომ არ მივატოვო მცდელობები და მოვძებნო ყველა გზა და საშუალება ამ ქვეყანაში, რომ ახალ ქართულზეც ისეთი შვენიერი და მიმზიდველი იყოს ფსალმუნი, როგორც ძველ ქართულზე. თუმცა ეს ისეთი ჩვენ ამ ენას ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი ისტორია რა. ჩვენს ახალ ქართულს
როგორ უნდა თქვა ახალ ქართულად ღმერთო რომელსა გაქონან არსთა საყდართა ჯდომანი, ხო? შეუძლებელია ამის თქვა. ეს ეგოიზმი არის, აი თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ დაწერილია ბიბლია ავთენტური ტექსტი იმ ენაზე, რომელიც ბაზრის ენა იყო, არა, ქუჩის ენა იყო, რომელიც ყველას ესმოდა, მაგრამ მე შემდეგ უკვე ქრისტიანებს მოგვინდა რაღაც გვეშაი რა ღმერთთან. სრულად გასაგებია, რასაც ბრძანებთ. როცა ცადეთ ქართულ კოინეზე გადმოღება, გაკეთება ქართულ ენაზე ტექსტის ექსპერიმენტის სახით. ყველაზე უფრო მეტად რამაც ხური მოგჭრა ეს იყო მამაო ჩვენო დღევანდელ ქართულზე გადმოტანილი, რომელიც ძალიან ძნელი შესაგუებელია ნამდვილად, მაგრამ ყოველთვის მიგვაჩნია და ვწამდა რომ აზრი რომელიც არის აქ გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ფორმები, ენის სილამაზე და ასე შემდეგ და ჩვენი ორიენტაცია ეს იქნება, თუმცა სავსებით შესაძლებელია ვინმე სხვა ხელი მოკიდოს იმას, რომ ძველ ქართულ ტრადიციებს გაყვეს და ძველ ქართულ ენაზე გააკეთოს დახვეწა იმის, რაც უკვე გვაქვს. დიდი მადლობა ბატონო ავთანდილ სტუმრობისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ბიბლიას უფრო ხშირად წაიკითხავენ, ვიდრე აკოცებენ და იმედი მაქვს, რომ ეს გადაცემა ცოტათი პატარა წვლილს მაინც შეიტანს ამ საქმეში. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ თქვენ ფასდაუდებელ შრომაში და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. იმედია თავი არ მოგაბედრეთ ჩემი ბანალური კითხვებით. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ მოიწონოს ჩვენი Facebook გვერდი.